ქალში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თბილისში განცხადებები კეთდება. საოკუპაციო რეჟიმი კვლავ უარს ამბობს გიგა ოთხოძორიას მკვლელობაში ბრალდებული ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემები, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა. მთავარი პრობლემა რამაც გამოიწვია როგორც ოთხოძორიას ტრაგიკული ინციდენტი, ისე რაც რის გამოც ხდება ეს მართლმსაჯულების გადმოწევა ბოლო წლების განმავლობაში, მთავარი მიზეზი ამისა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდა იმ რეგიონებს და იმ ადგილებს, რომლებიც ესაზღვრება საოკუპაციო ხაზს. სანამ არ გამოჩნდება, რომ ეს არის პრიორიტეტული თემა ჩვენთვის, მანამდე რა თქმა უნდა არანაირი რეაქცია მეორე მხრიდან არ იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, გალის ინციდენტების პრევენციის ჯგუფის და ზოგადად გალის შეხვედრების აღდგენა და ეს ფორმატი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირი, რომელმაც ეს ძალიან სასტიკი და მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მან აგოს პასუხი და რა თქმა უნდა, ქართული მხარე ძალიან დაჟინებით მოითხოვს, რომ ის პირი იყოს გადმოცემული ქართული სამართალდამცავებისადმი.